მოგესალმებით მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ყველაზე სანუკვარი სურვილი, რომელიც გინდათ რომ 2026 წლის ბოლოსთვის უკვე ახდენილი იყოს. წლის ბოლომდე ახდება ეს სურვილი? ვარიანტი 3 გვექნება და ჩვენ ვნახავთ თქვენი სურვილის ასრულების პოტენციალს. ასრულდება თქვენი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. მე გირჩევთ რომ ერთი სურვილი ჩავიფიქროთ და იმ ერთ სურვილზე მოახდინოთ კონცენტრაცია. სურვილებიც ხომ არსებობს, დიდი სურვილი, ნაკლებად დიდი სურვილი, ყველაზე დიდი და სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრეთ. შესადამე პირველი ვარიანტი, თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა 2026 წლის ბოლომდე. მეორე ვარიანტი, ასრულდება თუ არა თქვენი სანუკვარი სურვილი 2026 წლის ბოლომდე და მესამე ვარიანტი, ასრულდება თუ არა თქვენი სანუკვარი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. კეთილი სამივე ვარიანტი კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი ეს იქნება სერდოლიკის გული, მეორე ვარიანტი ეს იქნება დალმატინი იასპი და მესამე ვარიანტი ეს იქნება ვარდისფერი კვარცის გული. ახლა დახუჭეთ თვალები. დაინახეთ ეს სურვილი, როგორ გამოიყურება ეს სურვილი? როგორი გემო აქვს, როგორი სუნი აქვს, როგორი ფერი აქვს, როგორი მასშტაბები აქვს? დაინახეთ. რას გრძნობთ, როდესაც ყველა სურვილი გისრულდებათ? რომელიც ჩაიფიქრეთ თითოეულმა თქვენგანმა? ყველა მიგრძენით თქვენი სურვილები, რას გრძნობთ ამ დროს, რა ემოციას განიცდით? და როდესაც მზად იქნებით, გაახილეთ თვალი და აირჩიეთ ის ერთი კონკრეტული ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ. და ჩვენ ვნახავთ 2026 წლის ბოლომდე. აისრულებთ თუ არა იმ ერთ სანუკვარ სურვილს. პირველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასარით, დააპაუზეთ ეკრანი და დავიწყეთ. პირველი ვარიანტი. გეტყვით რომ შანსები ნაკლებია რომ 2026 წლის ბოლომდე ასრულდეს ეს სურვილი, მაგრამ აქ იცით რა არის საინტერესო? თქვენ ტაროს არკანი გეუბნებათ რომ იმისთვის რომ ეს სურვილი ასრულდეს, შენ უნდა შეცვალო, ან შენ უნდა შეიცვალო, ან უნდა გახვიდე კონკრეტული სიტუაციიდან, შესაძლოა კონკრეტული ურთიერთობიდან, კონკრეტული როლიდან, კონკრეტული სამსახურიდან, კონკრეტული ურთიერთობებიდან, ანუ რაღაცა საჭიროებს ცვლილებებს. ნახეთ, ეს არ არის უბრალოდ აი ახლა ამ მდგომარეობაში როგორშიც ვარ ვიყო, არაფერი არ შევცვალო და სურვილი ასრულდეს. არა, ანუ შეგრძნება მაქვს რომ თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები ამ სურვილამდე. ანუ გარკვეული სცენარი უნდა დატოვოთ, გაეთიშოთ რაღაცა წარსულ კონკრეტულ სცენარს, რაც არ გაძლევთ იმის საშუალებას რომ აისრულოთ ეს სურვილი და ნახოთ კონკრეტულად რას ეხება ეს. საიდან რა სცენარიდან უნდა გახვიდეთ, რომ პირველი ვარიანტი თქვენი სურვილი ასრულდეს. ნახეთ, სურვილი გვინდა რომ აგვისრულდეს ნამდვილად, მაგრამ არ არის მზაობა ამ სურვილის ასრულების. თქვენ გეუბნებიან რომ თქვენ გინდათ აისრულოთ სურვილი ისე რომ არ გახვიდეთ კომფორტის ზონიდან. გამიგეთ ხომ? და აბსოლუტურად შესაძლებელია ეს კომფორტის ზონა იყოს ძალიან ტოქსიკური. ხო? ანუ რაღაცნაირად გეშინიათ ჩვეული სცენარის დატოვება. იმიტომ რომ ფიქრობთ რომ აქ უსაფრთხოდ ხართ, მეტად თუ ნაკლებად, უსაფრთხოდ თუ არ ნაკლებ უსაფრთხოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც სტაბილურობას გრძნობთ და გეშინიათ რომ აი ეს თუ არ იქნება, ვაი და არაფერი არ იყოს საერთოდ.
გამიგეთხო? ანუ არც ძველის გაშვება გინდათ, არ ხართ მზად მაინც და მაინც და არც აქედან გამომდინარე ახალი ვერ მოდის თქვენამდე. ამიტომ აქ თქვენ გეუბნებიან ასრულდება თქვენი სურვილი. იმ შემთხვევაში თუ ცვლილებებისკენ დაიცვრები. დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი ვნახოთ თქვენთან ასრულდება თუ არა თქვენი სანუკვარი სურვილი 2026 წლის ბოლომდე. მშვენიერი პენტაკლების დედოფალი ამოვიდა. აუცილებლად. აქ თქვენ ამოხვედით. უკვე ასრულებული სურვილით. უკვე კმაყოფილი, მადლიერი, მიღებული რესურსით, მიღებული შედეგით, ცხოვრების აბსოლუტურად სხვა ხარისხით, სხვა საფეხურზე გადადიხართ. ნახეთ, თქვენი სურვილი ძალიან დიდი ალბათობით არის ძალიან მატერიალური, ნაკლებად სულიერი, ვთქვათ, ენერგეტიკული ასპექტები აქ ნაკლებად გულისხმობ, რომ მატერია, ანუ რაც მატერიალურ სამყაროში ჩვენს თავს უსაფრთხოდ ძლიერად სტატუსში, ფინანსურად ძლიერად, კმაყოფილად და ბედნიერად, ესე იგი, თავზე ჭერი, მაცივარი სავსე, ხო როგორც სიტყვიან საფულე შესაბამის მდგომარეობაში. აი ეს ყველაფერი ამასთან არის დაკავშირებული. ხვდებით, ხო, ნახეთ, დააკვირდით პენტაკლების დედოფალი, რომელსაც ესე იგი, პატარა ბავშვი ყავს მიხუტებული და თან ირგვლივ ჩლიქოსანი ცხოველი, ანუ ამ შემთხვევაში თხას ვხედავთ აქ. ვერძებიც არიან აქ, აი ვერძის რქებს ვხედავ. თუ ეს არ არის ვერძი? არა, ეს არ არის ვერძი, ესენი არიან თხეები, ხო, კი ბატონო. სირცხვილი მეცხოველთა მოყვარულ ადამიანს, რომ რაღაც უცებ ვერძ, თუმცა ნახეთ როგორ რაღაც არის, შეიძლება ხა ვერძის და მარსიანული ენერგიები, იმიტომ წავიკითხე, ხო? ბოლო-ბოლო რქებია, რაც არ უნდა ვისაუბროთ, ხო? ხო, თქვენი ძალიან დიდი ზეგავლენა და ძალიან დიდი მონდომება ჩანს, რომ თქვენ ამ შედეგს მიიღებთ. სტაბილურობას იღებთ, მეორე ვარიანტი. სტაბილურობას. მოდით კიდევ ერთი არკანი ვნახოთ, რას ეხება ეს თქვენი საფეხური, სტატუსი, რას ეხება თქვენი პენტაკლების დედოფალი, მეორე ვარიანტი. ნახოთ. თით. არკანი მაგი. თქვენ თვითონ ხართ ინიციატორი ახალი ცხოვრების ხარისხის. თუ ჩემი ჯგუფის წევრები მისმენთ, კარგად იცით, რომ ეს ძალიან მაგიური არკანიც არის. თუ თქვენთვის ვკითხულობ პენტაკლების დედოფლები, კარგად ვიცით ვინ არიან. ქალები, რომლებსაც ენერგეტიკული პოტენციალი, ანუ ჩამოაქვთ მატერიაში. ენერგია ჩამოაქვთ მატერიაში და უკეთებენ მატერიალიზაციას. კი. აუცილებლად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს რაღაც ახალ გზასთან და ახალ შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული. კი ბატონო. პოტენციალი, გამონთავისუფლებული ცეცხლოვანი ენერგია. კვერთხების მეფე, თუ ჯგუფის წევრები მისმენთ, გუშინდელ რომელ გაშლას გავს ეს ყველაფერი, ხომ ძალიან კარგად ხვდებით პენტაკლების დედოფალი, კვერთხების მეფე. კი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სურვილთან, რომელიც თქვენ აგისრულდებათ, სხვანაირად გაზრდილი, ჩამოყალიბებული და სხვანაირი ხარისხები გეკრებათ ყველაფერში აბსოლუტურად. ურთიერთობებში, მიღებაში, გაცემაში, ყველაფერს ეხება ეს. და თქვენ ამას იმსახურებთ. დაგემშვიდობებით, მესამე ვარიანტი, აბა თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა წლის ბოლომდე. არკანი მზე. კი. და კიდევ ერთხელ კი. ძალიან გრანდიოზული და ძალიან გლობალური არის თქვენი სურვილი. ბევრი ბრძოლა გექნებათ გავლილი, ბევრი შიში, ბევრი სწავლა, ბევრი
რისკი მათ შორის, რომ ეს სურვილი აგესრულებინათ. არგანიმზე, რა თქმა უნდა, კი. კი. სეხება ეს სურვილი. მაჩვენე. არგანი განთეკილი. გითხარით, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ბევრი ისწავლა. ყინულში, ქარში, ცეცხლში, ყველაფერში გაიარა, რომ ეს სურვილი აესრულებინა. ბევრი ისწავლა ამისთვის. ბევრს დააკვირდა, ბევრი შეიმეცნა. თან ისე, რომ ბევრჯერ მარტო უგრძნია თავი ამ გზაზე. თქვენ და სამყარო. მეტი არავინ არ იყო, როდესაც ამ სურვილისკენ მიდიოდით. თქვენ და სამყარო თქვენ გიყურებდათ თქვენ სამყაროს. და სამყარო მითხრა, კი? აი ამ ცივ ენერგიებს, რომელსაც ხამ შემთხვევაში არკანი განდეგელიდან მკითხულობთ, შეიძლება? აი ამ ენერგიებით, მზის ენერგიებით, ფრთები, ოქროს გვირგვინი, ოქროს სამოსი, ოქროს კვერთხი. კი, ერთი, ხეთ აქ როგორია თქვენი შუქურა, თქვენი ნათურა. გაანათებს, მზე. ფერიც კი შეიცვლება, ცით თქვენი ენერგეტიკაც კი შეიცვლება, როდესაც ამ სურვილს აისრულებთ. აურა შეიცვლება თქვენი. თქვენ შეიცვლებით. ახალი ადამიანი დაიბადება. ვიღაცისთვის ეს ამასაც ნიშნავს. თუ კი რაღაც ახლის დაბადება, ან ვიღაცა ახლის დაბადება ისურვეთ. კი. ან თქვენ ავლენთ ახალ ენერგიას სამყაროში, ან თქვენ ევლინებით სამყაროს, რომელიც აბსოლუტურად ახალი ენერგია. რომელიც ბევრი შრომა იმისთვის, რომ ეს მიიღო. მე კი დაგემშვიდობებით. ბომბა გაშლა იყო. მაგარია. დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.